მოგესალმებით მეგობრებო, მე დღეს თქვენთან ძალიან საინტერესო საჯარო გაშლით მოვედი. სხვათა შორის ერთ-ერთმა თქვენგანმა მთხოვა სწორედ ეს გაშლა. და მინდა გავაკეთო გაშლა შურს თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს თქვენი. მოდი ვნახოთ, შურს თუ არა ამ ადამიანს თქვენი, რა ასპექტში გამოიხატება ეს შური თქვენდამი და რა უნდა გააკეთოთ თქვენ. ან რამდენად საფუძვლიანია თქვენი ეჭვი ამ ადამიანის შურის მიმართ, მაგრამ თუ თქვენ ეჭვი გეპარებათ, ესე იგი უკვე არის რაღაც, მაგრამ ნახოთ. გაშლას გავაკეთებ სამ ვარიანტად, რომ უფრო გაგიადვილდეთ თქვენ და უფრო მეტყველი იყოს, რადგან საჯარო გაშლა ბევრი ხართ და ენერგიები არ აირიოს. გავაკეთებ სამ ვარიანტად, თქვენ კი თუ პირველად ხართ არხზე, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, დანარჩენებს კი ჩემებს უკვე გთხოვთ მოიწონოთ და მიკომენტაროთ, რამდენად რეზონირდება ეს გაშლა თქვენთვის. იცით რომ თქვენი კომენტარები ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მაშასე და სიცხისგან სანთელი გადაგვეღვენდა. ნახოთ. პირველი ვარიანტი. შურს თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს თქვენი, მისტიური ლაბრადორიტი. ნახოთ მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტი. შურს თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს თქვენი და რა შურს ნახავთ, ამეთ ვისტო. და მესამე ვარიანტი იყოს აი ასე. მესამე ვარიანტი იყოს ავანტურინი, მწვანე ავანტურინის გული. პირველი, მეორე, მესამე. წარმოიდგინეთ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი და თვალს რომ გაახელთ და ხუჭეთ თვალები, ერთი-ორჯერ მათ ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ და თვალის გაახელის შემდეგ აუცილებლად მიგიზიდავთ თქვენი ვარიანტი. გადავდოთ მესამე და მეორე ვარიანტი და პირველებო მოგესალმებით, ვინც ლაბრადორიტი ავირჩიეთ. ნახოთ ამ ადამიანს შურს თქვენი. ამ ადამიანს შურს თქვენი საქმიანობის. შურს იმისი, რომ თქვენ გაქვთ ძალიან ბევრი შესაძლებლობა, შეიძლება რამოდენიმე სამსახური ან შემოსავლის რამოდენიმე წყარო. თქვენი შრომის მოყვარეობის ნამდვილად შურს ამ ადამიანს. რა შურს ამ ადამიანს კიდევ? შურს კომუნიკაციები. ამ ადამიანს შურს ის, რომ თქვენ შეგიძლიათ ადამიანებთან, სწორ ადამიანებთან დაამყაროთ კარგი კომუნიკაციები და შურს ის გარსი, რითიც თავს იცავთ სხვა ადამიანებისგან. თქვენი ენერგეტიკის შურს და შეიძლება ამ ადამიანს თქვენთვის უთქვამს, რომ რაღაც ხვანაირი ხართ, რაღაც გამორჩეული ხართ. გაიხსენეთ აბა თქვენთვის ვის უთქვამს ეს სიტყვები, რომ თქვენ გამორჩეული ხართ, თითქოს ბარიერებს უწესებთ გარშემო მყოფებს და თქვენ შეგიძლიათ ყველანაირი ნეგატიური ენერგეტიკა უგულებელყოთ. ამ ადამიანს შურს თქვენი კომუნიკაციები ადამიანებთან და შურს კონტაქტები
კონტაქტები შეიძლება გარშემომყოფებთან, შეიძლება სამსახურში ეს იყოს თქვენი თანამშრომელი და შურდეს ის, რომ თქვენ შეგიძლიათ სწორად წარმართოთ კომუნიკაცია, თუნდაც უფროსთან, თუნდაც კოლეგებთან. როგორი ადამიანია ეს ადამიანი? თვითონ ენერგეტიკულად საკმაოდ დაღლილი ადამიანია. შეიძლება ბევრი პასუხისმგებლობები აქვს ამ ადამიანს და რაღაც მომენტში თვლის, რომ არ გაუმართლა ცხოვრებაში. ასეთი ადამიანია. თქვენ როგორ უნდა მოიქცებთ ამ ადამიანთან? უნდა შეცვალოთ მიდგომა ამ ადამიანთან. უნდა შეცვალოთ და კარგი იქნება თუ გაანულებთ ურთიერთობას ამ ადამიანთან, რადგან მას სურს თქვენი ენერგეტიკა, აი ეს ხელშეუხებელი ენერგეტიკა თქვენი. ეს გახლავთ პირველი ვარიანტი და პირველებო მე თქვენ დაგელოდებით კომენტარებში. ნახოთ მეორე ვარიანტი. შურს თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს თქვენი. ამისთვის თუ ვინც აირჩიეთ. შურს ადამიანს თქვენი. ამ ადამიანს თქვენი წარმატების სურს. სურს თქვენი წარმატების, თქვენი გამარჯვების უახლოეს პერიოდში თუ თქვენ მიიღეთ გამარჯვება, წარმატება, ამ ადამიანს შურს ის, რომ თქვენ შეგიძლიათ თქვენი რეალობის პატრონი რომ ხართ, აი ის შურდეს ზუსტად. შურს თქვენი ორატურული ნიჭის, სიტყვის ძალის შურს ამ ადამიანს. ხართ ადამიანი, ვინც იტყვის და აკეთებს. და სწორედ აი ამისი შურს ამ ადამიანს. ზოგადად ძალიან წარმატებული ადამიანი ხართ და სწორედ ამისი შურთ. ვინ არის ეს ადამიანი? და ამ დროს თვითონ არის თითქოს და აი ბავშვური ადამიანი, რომელსაც არაფერი უკეთებია, უპასუხისმგებლო ადამიანი და სწორედ ამიტომაც შურს თქვენი წარმატების. როგორი ადამიანია? ამ ადამიანს გარშემომყოფები თუ ქალბატონი ჩაიფიქრეთ, მეგობრებო. თუ ქალბატონი ჩაიფიქრეთ, ამ ადამიანს მამაკაცები რატომღაც ვერ აღიქვავენ ქალურ ენერგიებში და სამაგიეროდ თქვენ გაქვთ მოჭარბებული ფემინული ენერგიები, ძალიან ქალური ხართ, ქალღმერთივით ხართ და შურს ის, რომ თქვენს გარშემო უამრავი მამაკაცი ტრიალებს და მათი ყურადღების ცენტრში ხართ. ამ ადამიანს ნამდვილად შურს, თუნდაც იმის, რომ გყავთ საუკეთესო პარტნიორი, ან მეუღლე ისეთი, რომელიც განებივრებთ. ზოგადად ამ ადამიანს შურს როგორც თქვენი წარმატების, ასევე ურთიერთობების პირადი. რითი უნდა მიხვდეთ თქვენ? მეგობრებო, დააკვირდით ამ ადამიანს, როდესაც თქვენ მამაკაცებთან კონტაქტობთ, თუნდაც სამსახურში. ან თუ ერთ სივრცეში მოხვდებით თქვენს მამაკაცთან, ეს ქალბატონი ხომ არ გიწვევთ კონფლიქტში, ან გეკიშპებათ, რომ ყურადღება მიიქციოს, დააკვირდით ამ ადამიანს და აუცილებლად ამოიცნობთ თქვენ მას. შეიძლება რაღაც გაჯიბრების მომენტი გქონდეს, სწორედ იმ მომენტში, როდესაც თქვენი გარშემომყოფები ირგვლივ არიან მამაკაცები.
სწორედ აი ამ დროს ეს ადამიანი იწყებს ყურადღების მიქცევას. თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ? მეგობრებო, ეს ადამიანი არ არის საიმედო ადამიანი და შეიძლება მისგან გულის ტკენა ან ღალატი მიიღოთ. ამ ადამიანს შეიძლება მოგაჩვენოთ თავი როგორც ძალიან ემოციურ საწყალ არსებად, რომელიც შეიძლება როცა მარტოები ხართ გაქებთ კიდეც, გადიდებთ, მაგრამ მას ნუენდობით, იმიტომ რომ მან შეიძლება დიდი ზიანი მოგაყენოთ და დიდი იმედგაცრუება იგემოთ. ეს გახლავთ მეორე ვარიანტი. მადლობა მეორეებო, გამიზიარეთ თქვენი მოსაზრება და გადავიდეთ მესამე ვარიანტზე. დამამძიმა მეორე ვარიანტმა ცოტა. ნახოთ, ვინც მწვანე ავანტურინი ავირჩიეთ. შურს ამ ადამიანს თქვენ ჩაფიქრებულ ადამიანს. შურს თქვენი. ეს ადამიანი ახლა თქვენთან გაბუტული ხომ არ არის? მესამეებო კითხვა მაქვს. ხომ არ არის ნაწყენი და ახლა ცოტა კონტაქტი გქონდეთ, შეიძლება შეზღუდული. ქალბატონია აშკარად. ოჯახის წევრთან ხომ არ მოგივიდათ კონფლიქტი ან უახლოეს ხანებში. ვინ არის ეს ადამიანი? მეგობარი. ეხება მეგობრებო, გიღალატათ ამ ადამიანმა თქვენ უკვე იცით, რომ შურს ამ ადამიანს და რაღაც დაგიმალათ ამ ადამიანმა, რომელსაც შეიძლება ოდესღაც მეგობრად თვლიდით, შეიძლება აქ მიხვდით, რომ თქვენ საყვარელ მამაკაცთან დაკავშირებით რაღაც დაგიმალათ, ან ეს ყველაფერი ეხება მამაკაცს, ასეთი მოდის და შეიძლება ეს ადამიანი ფარულად ეფლირტავებოდა თქვენს მამაკაცს. ამ ადამიანის რეალობაში ორი ადამიანი ცხოვრობს, მეგობრებო. ეს ადამიანი ძალიან გაურკვეველი პიროვნება აღმოჩნდა და შეიძლება დღემდე ვერ ამოიცანით ბოლომდე. შეიძლება ეს ადამიანი დიდი ხანი რაღაცას გიმალავდათ თქვენ და ფარულად ძირს უთხრიდა თქვენს ან მამაკაცთან ურთიერთობას, ან მეგობრების წრეში რაღაცას თქვენს შესახებ არასწორად აკეთებდა. ძალიან ცუდი ენერგეტიკა წამოვიდა აქაც და შეიძლება ეს ადამიანი ხანდახან ძალიან კარგად გიქცეოდა, ხანდახან ვერ იგებდით მის ხასიათს, ხანდახან შეიძლება ეს ადამიანი მთვარის ფაზებზეც კი იყო დამოკიდებული, თუ გადაავლებთ წარსულს, თვალს. რისი შურდა ამ ადამიანს? მოგატყუათ მეგობრებო, ამ ადამიანმა შეიძლება ეს ფინანსური ზარალიც მოგაყენათ ამავე დროს, თვალს გიხვევდათ დიდი ხნის განმავლობაში, თავს გაჩვენებდათ საუკეთესო მეგობრად, ადამიანად, მაგრამ ძალიან დიდი გაკვეთილი გაგატარათ
თქვენ ამ ადამიანმა და ძალიან დიდი ტკივილი მოგაყენათ. როგორ უნდა მოიქცეთ ამ ადამიანთან მიმართებაში საშინელი ტყუილი, საშინელი საიდუმლოება შეიძლება გაიგეთ ან გაიგებთ ამ ადამიანზე. როგორ უნდა მოიქცეთ ამ ადამიანთან მიმართებაში. ეს თქვენთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო, გეტყვით, რომელსაც ახლაც კი ტვირთად ატარებთ და უნდა ჩაეხსნათ საბოლოოდ, ფიქრებითაც კი უნდა ჩაეხსნათ და წარსულიც კი არ უნდა გაიხსენოთ, რადგან ენერგეტიკულად მაინც დიდ ტკივილს იღებთ ამ ადამიანისგან, აი მის გახსენებაც კი, რაც ამ ადამიანმა თქვენს რეალობაში მოიტანა. ეს იყო მესამე ვარიანტი, ვინც ავანტურინი ჩაიფიქრეთ, ძალიან მაინტერესებს თქვენი გამოხმაურება, ძალიან საინტერესო დაშლები იყო და მე თქვენ დაგელოდებით, კომენტარებში დროებით დაგემშვიდობებით. მადლობა რომ ხართ აქ ჩემთან, მადლობა რომ გამოდიხართ კონტაქტზე, წერთ კომენტარებს, ძალიან მიყვარხართ და ბედნიერებას და წარმატებას გისურვებთ.